მარხვის საზრისი მაშინ მდგომარეობს, ხო თვითონ ქართული სიტყვიდან თუ ამოვართ, რომ დაიმარხო, დაიცვა საკუთარი თავი. რისგან? საკვებისგან არა. საკვები ეს უბრალოდ გარეგნული, შემადგენელი ნაწილია. საკვებისგან თავშეკავება გეხმარება იმაში, რომ დაიცვა საკუთარი თავი პირველ რიგში ნაყრვანებისაგან და გემოთმოყვარეობისაგან, იმიტომ რომ ამ ვნებების საშუალებით უამრავი სხვა ვნება შემოდის. ხეშად რო თქვა, გამაძღარი სხეული უკვე ითხოვს სხვა სახის ცოდვებს. ანუ სიამით მოყვარეობისკენ არის მიდრეკილი. მაგრამ გარდა აი ამ სიამით მოყვარეობასთან ბრძოლისა, მარხვით ჩვენ სწავლობთ მორჩილებას ეკლესიისადმი, მსგავსებას აღვასრულებთ ქრისტესადმი, რომელმაც ასევე იმარხულა. ასევე სწავლობთ მოთმინებას, თავშეკავებას და რაც თავარი არის, როგორც აღვნიშნეთ, დაცვას საკუთარი თავის ყველაფერი იმისგან, რაც მე მაკარგვინებს ღმერთს და რაც მე მაკარგვინებს მადლს. და რომ მეტად კონცენტრირებული ვიყო საკუთარ ფიქრებთან, სურვილებთან, ზრახვებთან, რომ ვაკონტროლო საკუთარი თავი, რამე ისეც ხომ არ აღვასრულებ, ან რამე ისეთი ხომ არ მსურს, რაც შეუსაბამოა ღვთის სწავლებასთან, ღვთის ნებასთან.